საგანგაშოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არ ესწრებოდა ნატოს მინისტერიალს. არა მხოლოდ ელენე ხოშტარია ნაციონალური მოძრაობა, არამედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც საუბრობს, რომ სირცხვილია საერთოდ ამაზე ლაპარაკიც კი, რომ შეიძლება ვინმე ოფიციალურად არ მიგიწვია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა ამ ყველაფერზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო თავდაცვის მინისტრს, აუცილებლად უნდა დასწრებოდა მინისტერიას, სადაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი იხილავდა. ასევე ქართული ოცნების ყოფილი პარტნიორი, მაგალითად ეროვნული ფორუმი ლევან იზორიას კითხვით მიმართავს და ამბობს, რომ აინტერესებს ეროვნულ ფორუმს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. იყო თუ არა საქმის კურსში ნატოს იმ განცხადებაზე, რომ ნატომ უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ საგანგაშოა, რომ იზორია არ ესწრებოდა ამ მინისტერიას. თქვენ რა სიტყვით, კომიტეტის თავმჯდომარე? ინგა, აშკარაა, რომ ზოგ პოლიტიკურ ძალას ან ინფორმაცია არ აქვს, ან საქმის არში არ ერკვევა და სვავს გაუაზრებელ კითხვებს და ყველამ კარგად იცით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების, აკვატორიის უსაფრთხოების მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა მიიღო და ჩვენ ამ პროცესში მაქსიმალურად ვართ ჩართული ვართ იმ დოზით, რა მაქსიმუმი შესაძლებლობა გვაქვს და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ შავი ზღვის აკვატორია ჩრდილოატლანტიკური სივრცის ნაწილია და თავისთავად ცხადია, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს, ამიტომ ამ პროცესში ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართული. მეორე, რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ თითქოს რატო არ წავიდა თავდაცვის მინისტრი, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულირება, რომელიც გვესმის არა დღეს, არამედ 4 წელი გვესმოდა. ნატო, ევროკავშირი ყოველთვის აფასებდა საქართველოს შექმნილ ვითარებას ძალიან პოზიტიურად. მიესალმებოდა იმ ინტენსივობას, რაც იყო და არის ჩვენსა და ნატოს შორის, ევროკავშირს შორის. ჩვენ ყველა სამიტიდან წამოვიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. გინდა გაძლიერების თანამშრომლობის პაკეტი აიღეთ უელსის სამიტის შემდგომ, გინდა ვარშავის სამიტი, სადაც ახლა ქალბატონი ელენე საუბრობდა, რომ ნატო არ მოითხოვა საქართველოს ნატო-საქართველოს კომისიის ხდომაო. Ну минимум არ მგონია რომ ეხლა ქალბატონ ელენეს ეს არ ესმოდეს, მაგრამ ძალიან კარგად იცის რომ უპრეცედენტო რამე მოხდა ვარშავის სამიტზე, სადაც პირველად სამიტის ფარგლებში ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის ხდომა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები ნატოს წევრი ქვეყნებიდან იღებდნენ ამ ნატო-საქართველოს კომისიაში მონაწილეობას. რაც იყო უპრეცედენტო, მანამდე არასდროს არ მომხდარა. ეს იყო სულ რამდენიმე თვის წინ. ხო, მაგრამ მინისტრი ყოფილი მინისტრი, რომელიც ამ სამიტზე მონაწილეობდა ვარშავის სამიტი ახსენეთ. თავადვე დღეს სვამს კითხვას თინა ხიდაშელზე მაქვს საუბარი, მისთვის არის წარმოუდგენელი ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვის მოქმედი მინისტრი არ ესწრებოდა ნატოს მინისტერიალს ბრიუსელში. ეს არის ის კითხვა, რომელიც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობიდან კი არ წამოვიდა, მაგალითად წინამორბედი თავდაცვის მინისტრი საუბრობს ამაზე, ბატონო ირაკლი. ინგა, ამაზე ძალიან ადეკვატური კომენტარი გააკეთა ჩვენმა ელჩმა ნატოში, ბატონმა ალექსანდრე მაისურაძემ, რომელმაც განმარტა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ამ მინისტერიალის ჩატარება სურდათ მხოლოდ წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მინისტრებთან. და არც ერთი ასპირანტი ქვეყანა, ან ის ქვეყანა, რომელსაც მაპი აქვს, არ ყოფილა მიწვეული ამ მინისტერიალზე. მე მგონი ეს აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს ყველასათვის. და სწორედ ამიტომ ვეძახი მე, რომ ეს სპეკულირება გრძელდება. ჩვენ ნატო, ევროკავშირი გვაფასებს როგორც ძალიან ასე ვთქვათ, სწორ გზაზე მდგომ ქვეყანას, სადაც გვაქვს მაქსიმალურად ინტენსიური ურთიერთობა და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები და მეორეს მხრივ ჩვენ 4 წელი გაუთავებლად გვესმის რუსთავი 2-დან თუ სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს უარი თქვა დასავლურ ორიენტაციაზე. ეს არის სასაცილო, სამარცხვინოა ყველაფერთან ერთად. სამარცხვინო, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან, რომ ამით ჩვენ ქართულ ოცნებას როგორც პოლიტიკურ გულს კი არ გვაზიანებენ, არამედ ქვეყანას აზიანებენ. იმიტომ რომ გინდა თუ არა შემდგომ ეს პოლიტიკური განცხადება, იმიტომ რომ ევროპელებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტები, ოპოზიცია ქვეყანას ებრძოდეს. მე ამ პოლიტიკურ ლიდერებს უჩნდებათ გარკვეული კითხვები. და ჩვენ ამ კითხვებზე პასუხის დრო არ აქვს. ჩვენ გვჭირდება ძალიან სწრაფი ნაბიჯები ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური დრო არ გაქვს, თუმცა ამ კითხვებს ალბათ ოპონენტები სულ